არ არსებობს არც ერთი პარტია გირჩის გარდა, რომელსაც რამეზე ჰქონდეს პოზიცია, მაგალითად ნარკოპოლიტიკაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები ციხეში ჩვენი პასუხისმგებლობით, აი სასამართლოში ხო გამოდის გადაწყვეტილება საქართველოს სახელით, ანუ თითოეული თქვენგანის სახელით გამოდის გადაწყვეტილება, ეს კაცი არის დამნაშავე საშიში საზოგადოებისთვის და ციხეში უნდა დავიჭიროთ. თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა ის, რასაც ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, მაგრამ ფორმდება როგორც საქართველოს სახელით მიღებული გადაწყვეტილება. რომ არ გინდოდეს, რომ აი ამაზე პასუხისმგებელი შენც იყო. აი მაგიტომ გვინდა რომ თქვენ მოხვიდეთ ჩვენს აქციაზე. არ გინდათ რომ მორალური პასუხისმგებლობა დაგიკისროთ იმაზე, რომ თქვენი თანამოქალაქეები თქვენი სახელით სამართლოდ იქნებიან დაჩაგრულები. დებატის შანსიც კი რო არ არსებობს თანამედროვე სამყაროში იმის გასაკეთებლად, რასაც ქართული ოცნება ეხლა აკეთებს. არც ერთი ჯგუფი რო არ არსებობს ქვეყანაში, არც ექიმების, არც პოლიტიკოსების, არც მასწავლებლების, აი არც ერთი ჯგუფი, ვისაც ეს ეხება, არც ეკლესია, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ ამ იდიოტობას რატო შევვითო და არ შეიძლება ამ იდიოტობის ჩადენაო, იმიტომ რომ ეს ბოროტებაა. მოდი ხალხო რაღაც პრაქტიკული ნაბიჯი გადავდგათ, რომ ეს ასე არ მოხდეს.